Calvo. Hare Krishna. Ogestami Buddhas, Buddha Devan Ogestami Buddhas, Shantadashi, Universidad, da Oda Tomen Legal, não chamado das Shantadashi, as mostras, os naquele que vai do Shantadashi, essa o Mishnah, o nome da Shantadashi, a moedros, a moedros, os carcem de Drake. Hare Krishna. This Bhagavad Gita სწავლიკითხავ მე-12 თავს, რომელსაც ემსახურება ეწოდება. რათაფავა მატაჯი თქვა რომ რუსულად ითარგმნოსო და ინგლისურად კუთხეში ითარგმნოს. ხო, არ ვიცი. ინგლისურად იყოს. ალინი მატაჯი რაიმე მოხმარება ხომ არ გჭირდებათ. ტელეფონი გაქვთ? მე-12 თავს, მე-13 Hare Krishna. Om Namo Bhagavate Vasudevaya. 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 Narayanam Namaskrityam. Narayanam Namaskrityam. Naram Chaiva Narottamam. Devim Saraswati Vyasam. Devim Saraswati Vyasam. Tato Jayamudiraye. Nashta Praesha Padreshu. Nashta Praesha Padreshu. Nityam Bhagavata Sevaya. Nityam Bhagavata Sevaya. Bhagavati Uttama Shloke. Bhagavati Uttama Shloke. Bhakti Bhavati Naishtiki. Bhaktir Bhavati Naishtiki. ამგვარად წავიკითხოთ მე-12 თავის, მე-13 და მე-14 ლექსებს. Today we will read from Bhagavad Gita, chapter 12, verses 13 and 14. Adveshta Sarva Bhutanam. Adveshta Sarva Bhutanam. Maitra Karuna Evacha. Maitra Karuna Evacha. Nirmamo Nirahankara. Nirmamo Nirahankara. Samadukha Sukhakshami. Samadukha Sukhakshami. Santushtam Satatam Yogi. Santushtam Satatam Yogi. Yatatma Drita Nishchaya. Yatatma Drita Nishchaya. Mayatita Manobhuti. Mayatita Manobhuti. Yomad Bhaktam Same Priya. Yomad Bhaktam Same Priya. Advishtam. Advishtam. Aramtruli. Aramtruli. No language.
Sarva Bhutanam Ყველა ცოცხალი არსების მიმართ toward all living entities, Maitra მეგობრული friendly, Karuna კეთილი კეთილი Evam აუცილებლად Cha აგრეთვე აგრეთვე ნირმამა საკუთრების გზნობის გარეშე საკუთრების გზნობის გარეშე proprietorship, ნირაჰანკარა სრუეგოს გარეშე სრუეგოს without გარეშე false ego, სამამ ერთნაირი ერთნაირი დუქა გაჭირვებაში სუქა ბედნიერებაში შამი ყოვლის მიმტევებელი ყოვლის მიმტევებელი სანტუშტა მაყოფილი მაყოფილი სატატამ ყოველთვის იოგი ის ვინც ერთგულებითა მოცული ის ვინც ერთგულებითაა მოსული იატატმა ის ვინც საკუთარ თავს ფლობს დრითანიშჩაია ურყევად with determination, მაი ჩემზე upon me, არპიტა დაკავებული engaged, მანა ჭკუა mind, ბუთი დაგონება and intelligence, ის ვინც მათფაქტა ჩემი ერთგული ის მე ჩემთვის პრია ძვირფასი თარგმანი და განმარტება მისი ღვთაებრივი მოწყალება აფაი ჩანან ფაქტი ვედანტა სვამი შილპაუპანდას მიერ ის ვისაც არავის შულს და ყველა ცოცხალი არსების კეთილი მეგობარია ვინც თვლის რომ მას არაფერი ეკუთვნის და თავისუფალია სრუეგოსაგან ის ვინც ერთნაირად შეხულებს ბედნიერებასაც და გაჭირვებასაც ვინც მომთმენია და მუდამ კმაყოფილი ვინც ფლობს საკუთარ გრძნობებს და ვინც ჭკუაც და გონებაც ჩემკენ მომართა ვინც შეურყევლად ერთგულად მემსახურება ასეთი ერთგული ძალიან ძვირფასია ჩემთვის Translation and purport by His Divine Grace, Srila Bhaktivedanta Srila Prabhupada, sorry. One who is not envious, but is a kind friend to all living entities, who does not think himself a proprietor, and is free from false ego, who is equal in both happiness and distress, who is tolerant, always satisfied, self-controlled and engaged in devotional service with determination. His mind and intelligence fixed on me. Such a devotee of mine is very dear to me. ამ ორ ლექსში უფალი უბრუნდება რა წმინდა ერთგული მსახურების დახასიათებას ჩამოთვლის წმინდა ერთგულის ტრანსცენდენტულ თვისებებს ასეთი ერთგული ინარჩუნებს სიმშვიდესა და სიმტკიცეს ნებისმიერ პირობებში არც არავის იმპერია და არც არავის შურს რაიმე ერთგული იმის ნაცვლად რომ მტრობას მტრობით უპასუხოს ასე ფიქრობს ეს ადამიანი წარსულში ჩემს მიერ ჩადენილ სოროთა გამო მტრობს ამიტომ წინააღმდეგობის გაწევის ბიჯობს თვინიერად ავიტანო მისგან მოყენებული ტანჯვა შიმალ ფანგავატამში მეათე სიმღერის მე-15 თავის მერვე ლექსში ნათქვამია ტატვ ანუკამპამ სუსამიკ შამანო ფუნჯანი ევატმა კრიტამ ვიპაკამ
გაჭირვებაში აღმოჩნდება ერთგული თუ რაიმე უბედურების წააწყდება, ყველაფერს უფლის წყალობად თვლის, იგი ფიქრობს, ჩემი წარსული ცოდვების გამო უფლის წყალობით მხოლოდ მცირე ტკივილი თუ მერგო განაჩენა. ამიტომ მრავალი განსაცდელის მიუხედავად ერთგული მუდამ მშვიდი, წყნარი და მომთმენია, კეთილია ყველას მიმართ, საკუთარი მტრისადმიც. სიტყვა ნირმამა ნიშნავს იმას, რომ ერთგული ყურადღებას არ აქცევს სხეულებრივ ტკივილსა და უსიამოვნებას, ვინაიდან მშვენივრად იცის, რომ თვითონ მატერიული სხეული არ არის, არა იგივებს საკუთარ თავს სხეულთან, ამიტომ განთავისუფლებულია ცრუ ეგოსაგან და წონასწორობას ინარჩუნებს ბედნიერებასა და უბედურებაში. მომთმენია და კმაყოფილია იმით, რასაც უზენაესი უფლის წყალობით იღებს. მიზანს, რაც დიდი დაბრკოლების გადალახვით მიიღწევა, არც ისახავს, ამიტომ ყოველთვის მხიარულია, ბოლომდე სრულყოფილი, იოგია, ვინაიდან მტკიცე დაასრულებს სულიერი მოძღვრისაგან მიღებულ დარიგებებს და რადგან საკუთარ გრძნობებს მართავს, შეურყეველია. მას ვერ ააცდენს დასახულ გზას ცური მტკიცებანი, ვერც ერთგულ მსახურებაზე ააღებინებს ხელს. ბოლომდე აქვს გაცნობიერებული, რომ კრიშნა მარადიული უფალია, ამდენად მისი შეშფოთება არავის შეუძლია. ყოველი ეს ღირსება უნარს აძლევს სრულიად მიაპყროს ჭკუა და გონება უზენაეს უფალს. ასეთი დონის ერთგული მსახურება, რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათია, ყველას შეუძლია ავიდეს ერთგულების უმაღლეს საფეხურზე თუ ვედების დანაწესებს დაიცავს. გარდა ამისა, უფალი ამბობს, რომ ასეთი ერთგული ძალიან ძვირფასია, მისთვის ვინაიდან უფალს განუწყვეტლივ სიამოვნებას ჰგვრის მის მიერ კრიშნას სრული ცნობიერებით შესრულებული ყოველი საქმიანობა. Purport. Coming again to the point of pure devotional service, the Lord is describing the transcendental qualifications of a pure devotee in these two verses. A pure devotee is never disturbed in any circumstances, nor is he envious of anyone. Nor does a devotee become his enemy's enemy. He thinks, this person is acting as my enemy due to my past misdeeds, so it is better to suffer than to protest. In the Srimad Bhagavatam 10:14a, it is stated, Tatenukampam susamikshamano punjana evatma kritam vipakam. Whenever a devotee is in distress or has fallen into difficulty, he thinks that it is the Lord's mercy upon him. He thinks that thanks to my past misdeed, I should suffer far greater than I am suffering now. So it is by the mercy of the Supreme Lord that I am not getting all the punishment I am due to. I am just getting a little, but the mercy of the Supreme Personality of Godhead. Therefore, he is always calm, quiet, and patient, despite many distressful conditions. A devotee is always kind to everyone, even to his enemy. Nirmama means that a devotee does not attach much importance to the pains and troubles pertaining to the body, because he knows perfectly well that he is not the material body. He does not identify with the body. Therefore, he is free from the conception of false ego and is poisoned in happiness and distress. Equipoised. He is tolerant and he is satisfied with whatever comes by the grace of the Supreme Lord. He does not endeavor much to achieve something with great difficulty. Therefore, he is always joyful. He is a complete perfect mystic because he is fixed in the instructions received from the spiritual master, and because his senses are controlled, he is determined. Pardon me. He is not swayed by false argument, because no one can lead him from the fixed determination of devotional service.
He is fully conscious that Krishna is the eternal Lord, so no one can disturb him. All these qualifications enable him to fix his mind and intelligence entirely on the Supreme Lord. Such a standard of devotional service is undoubtedly very rare, but a devotee becomes situated in that stage by following the regulative principles of devotional service. Furthermore, the Lord says that such a devotee is very dear to him, for the Lord is always pleased with all his activities in full Krishna consciousness. Om Gyanatimirandhasya Gyananjana Shalakaya Chakshurumilita Mena Tasmai Shri Gurave Namah Shri Chaitanya Manobhishtam Sthapitam Yena Bhutale Svayam Rupam Kadamahyam Dadati Swapadantikam Vandeham Shri Guru Shri Padakamalam Shri Gurum Vaishnavam Shah Shri Rupam Sagrajatam Sahagana Raghunatham Vitam Tam Sajivam Sadvaitam Sadhutam Parijana Sahitam Krishna Chaitanya Devam Shri Radha Krishna Padam Sahagana Lalita Shri Vishakham Vitam Sham He Krishna Karuna Sindhu Dinabandhu Jagat Pate Gopesha Gopika Kanta Radha Kanta Namostute Tapta Kanchana Gaurange Radhe Vrindavaneshwari Vrishabhanusutta Devi Pranamami Haripriye Panchakalpatarubhyascha Kripa Sindhubhya evacha Patitanam Pavanebhyo Vaishnavebhyo Namo Namaha Jai Shri Krishna Chaitanya Prabhu Nityananda Shri Advaita Gadadhara Srivasadi Gaura Bhakta Vrinda Hare Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare 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 Krishna კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს და გულსახურებას გისურვებთ. Once again, I congratulate all of you with today's day and wish you all devotional service. როგორც აღვნიშნეთ, დღევანდელ თავს ერთგული მსახურება ქვია. As I've already mentioned, this chapter we read today is called devotional service. და ერთგული მსახურება გულისხმობს სამ რამეს. And devotional service considers three things. ანუ მას ვინც ერთგულ მსახურებას ასრულებს, This is the person who is doing this devotional service, ვის მიმართაც ასრულებს to whom the devotional service is addressed და to, როგორ ასრულებს. and how he is doing it. ძალიან მარტივია, რა? It's very simple, isn't it? ძალიან მარტივია და დღევანდელ დღეს ჩვენც ვცდილობთ, რომ ჩვენი ერთგული მსახურება შევასრულოთ ნიტაი გოდრუ ჩანდრას მიმართ. It is really very simple, and today we are all trying to conduct our own devotional service towards Nitai Godrum Chandra. და დღევანდელ ლექსში ხო ერთგული მსახურების უმაღლესი მწვერვალის ანუ მაგალითია მოჩენილი. And the verse we read today gives us the topmost example of this devotional service. დახასიათებულია წმინდა ერთგულის დამახასიათებელი თვისებები. It describes the characteristic features of the pure devotee. და შრილა პრაბჰუპადა ამბობს, რომ ყველა ცოცხალ არსებას თუ კი ვედუ დანაწესებს მიყვება თავის განმარტებაში ამბობს, რომ ყველა ცოცხალ არსებას ეძლევა საშუალება, რომ ერთგულ მსახურებაში უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს. And in the purport, Srila Prabhupada tells us that every living entity has this opportunity through devotional service to attain such top level. და თვითონ გვეუბნება ამ ლექსებთან კომენტარებში, რომ პრინციპში ჩვენ ხო ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ კრიშნასთვის ძვირფასები გავხდეთ.
And he also tells us with this purport that we, all of us, should try to become dear to Krishna. იმიტომ კრიშნა ამბობს ამ ლექსში, რომ ესეთი ერთგული ხო ჩემთვისო ძალიან ძვირფასია რა. და შილა პრაბჰუპადაც ამას ძალიან ხაზგასმით აღნიშნავს. Because Krishna himself says this in this verse, that such a devotee is very dear to me. And Srila Prabhupada emphasizes this aspect. როგორ აღნიშნავს, რომ ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სუქა დუქა ამ შეიძლება ბედნიერებას და უბედურებას განიცდილი, ეს ყველა შემთხვევაში მომთმენია, ეს ტრანსცენდენტული თვისებებია არ ჩამოთვლილი, რომ ჩვენ ახლა ყველა ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ არ გავგვიმვითარებია ეს თვისებები ჯერჯერობით და გზაზე ვართ, ხო, ამ გზაზე მოღვაწეობთ ეს. How is it achieved? As it is said in this verse, irrespective of sukha, dukkha, this kind of person is tolerant to everything. And there is a list of other qualities which are very important, which make a person transcendental. And we notice in ourselves that we are not at that level yet. And of course we are trying, and we are on the proper course to achieve it. და ამ ლექსში ხო ანუ რამოდენიმე ფაქტორია წამოწეული წინაპლაზე, როგორც არის მაგალითად აი სრუეგოს ნირა ანკარა ეგეთი სიტყვა გამოყენებული. In this verse there are several several words also emphasized, like nirahankara, this is the false ego. კი ბატონო, და ჩვენ დასაწყისშივე ვთქვი, რომ სამ რამეს მოიცავს ერთგულმსახურება, ერთი ჩვენ, მეორე უფალდი და მის მიმართ აღსრულებული ერთგულმსახურება. And as I mentioned in the very beginning, this devotional service consists of three things, three components. This is us who serve, this is Lord to whom we are serving, and also how we do this service. და შრილა პრაბჰუპადა ამბობს თავის კომენტარებში, რომ ჩვენ ხო სრუეგოსაგან თავისუფლები უნდა ვიყოთ და წმინდა ერთგულს ასეთი გახდოთ. And Srila Prabhupada tells us in this purpose that we should be free of this false ego. This is how the pure devotee is. We should aspire for that. და შრილა პრაბჰუპადა ძალიან მტკივნეულად და სიბრაულის ზნობით აღსავსე აღნიშნავს, რომ ადამიანთა საზოგადოება მთლიანად ამ ცრუ კონცეფციაზე დაფუძნებულ სიცოცხლეს ეფუძნება, რომ ყველას ფიქრობს, რომ ეს სხეულია და ამ სხეულს შეუცნობიერებით მოქმედება. Further on, Srila Prabhupada, with the pain in his heart, mentions that the majority of the population, unfortunately, is basing their life on this concept of free ego, on the bodily concept. ისე რომ დაუკვირდე ბევრჯერ ხსმენია, რომ მაიასადმი ბრძოლაში ვართ, ხო, ერთგულები არიან, სინამდვილეში მაიას ებრძვიან, ხო, ბრძოლის ველზე ვართ ჩვენ. We've heard probably for so many times that especially the devotees, they are in a battle with Maya. რატო? იმიტომ რომ მაია რა ფუნქციას ასრულებს ამ სამყაროში, რომ ყველა ცოცხალ არსებას აფიქრებინებს, რომ შენ ეს სხეული ხარ. Why is that? Because what does Maya do in this world? What is her function? She makes every living entity think you are this body. Даже არც ფიქრობენ, რომ მე სხეული ვარ, სხვა რამეს არც ფიქრობენ, ხო, ვაფშე მაგაზე არც ფიქრდებიან. როგორც მოცემულობას ისე განიხილავენ, რომ ჩვენ ეს სხეულები ვართ. And that they don't even think about that. They are so convinced. They take this concept of being this body as for granted. იმიტომაც უფალი კრიშნა ბაგავად გიტაში ამბობს, მამა მაია დურატია, რომ ეს ჩემი მატერიალური ენერგია ძალიან ძნელი დასაძლევია, ხო? ყველა ჩვენ თავზე ვიცით ამ უცდილება გვაქვს. That's why Lord Krishna says in Bhagavad Gita, Mama Maya Duratyaya. So he says that his energy, this material energy, is so strong, it cannot be conquered. მაგრამ დღევანდელ დღეს ხო ჩვენ რა თქმა უნდა ყველამ ვიცით და გვსმენია, რომ ერთგულმსახურების გზაზე ორი პარალელია, ერთი ჩვენი პირადი ძალისხმევა და მეორე არის უფლის წყალობა.
And we all know, or at least have heard about that on the devotional path, there should be two parallel endurers, right? This is our own efforts, and the other one is the mercy. მაგრამ ნათქვამია რომ უფლის წყალობის გარეშე არაფერი არ ხდება მაინც. აღშაჯაბრაფუ იმეორებს უნდა ხშირად თავის ლექციაში ამას. We also know that nothing can happen without the mercy of the Lord. Aksharya Prabhu very often mentions that in his classes. ამიტომ ჩვენ ხო ძალიან გულმხრივალეთ უნდა შევეცადოთ სუმცირე რომ დღევანდელ დღეს აი ესე ვთხოვოთ კრიშნას რომ რა გზასაც ვადგივართ ხო ზედაპირულად არ ვიდგეთ ამ გზაზე და მართლა ის ფასეულობა რაც ვიზიდავს ამ მოძრაობაში და კრიშნას ცნობიერებაში ხო სიღრმისეულად გავაცნობიეროთ და ჭეშმარიტად ჩავწვდეთ ამ პროცესს. So we should at least very honestly today try to ask his lordships to be more sincere in what we are doing, to let us be more sincere in what we are doing, and to let us put our hearts into it. და შრილ პრაბჰუპადა ამბობს რომ როდესაც უფალი ჩვენ გულწრფელ მცდელობებს ხედავს ხო როგორც მამა ხედავს თავის პატარა შვილის გულწრფელ მცდელობებს როგორც დედა ხედავს ხო მოწყალებით გული ევსება და უნდა რომ დაგვეხმაროს ჩვენ. And as Srila Prabhupada tells us, similarly like parents, mother and father see the efforts of their children, similarly the Lord seeing the sincere efforts of his children, his heart is filled with compassion and mercy. და ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ამ გზაზე ხო პირველი რაც არის უნდა გავაცნობიეროთ ეგ რომ ჩვენ სინამდვილე შესხეულები არ ვარ და ამ სხეულობას აღარ უნდა შევეცადოთ ესე რომ ვთქვა. The very first thing on this path that we have to acknowledge very firmly that we are not these bodies, and we after that we should not be trying to indulge our bodily desires. მაგრამ ამავე დროს ხო დაიანანდა მაჰარაჯის ლექცია გამახსენდა რომ სადაც ამბობს რომ მაგრამ სულ სჭირდება რაღაც წვენი ჭირდება რა ჯუსო მომენტი ახსენა რაღაც ჭირდება რომ სიამოვნება მიიღოს ხო რა უნდა გნალში შეეული ტკბობას რო არ მიეცე ბოდიში და მაზოხისტები ხო არა ვართ არა ეხლა რომ თქვათ თავი ვიწვალოთ და რაღაც ესეთი პროცესებს მივეცეთ რაღაც თუნდაც დავტკბეთ უეჭვრო. But I also recall the lecture of Dayananda Swami when he says that anyway this body, this soul needs to get satisfaction. Sorry, thus we have to have certain satisfaction, otherwise we need this for having this, to feel the juice, to feel the somehow taste. The taste. და გემო რო გავიგოთ ხო ყველა გვირჩევს რომ ამიტომ უმდაბლესი გემო უნდა მივატოვოთ რასაც გულისხმობ რომ ამ სხეულსეულ ტკბობაში ეძებს მთელი ადამიანთა საზოგადოება სიამოვნებას. And to get this taste, so we should give up the lower taste, yes, in the form of satisfaction of this material body. Hare Krishna. Hare Bol. და უნდა შევეცადოთ რომ უმაღლესი გემო განმივითაროთ და ეს უმაღლესი გემოს განვითარებას ეხმარება სწორედ ერთგული მსახურება. And we should try to develop this higher taste in ourselves. And this development is possible only through the devotional service. აი მაგალითად ჩვენ ვიცით ხუთი ძირითადი ერთგული მსახურების ფორმა არსებობს. We know that there are 5 major forms of devotional service. ანუ პირველი გახლავთ ნამარუჩი ხო ანუ პირველი არის მერთისმინდა სახელების გალობის გემო
The first is Namaruchi. Namaruchi is the taste of chanting the holy names. მეორე გახლავთ სათუსანგა, ანუ წმინდა პიროვნებებთან ურთიერთობა და ამაშიც თავისი გემოა და ჩვენ ყველა ჩვენთაგან გაგვიცდია, როდესაც მოვდიან აქ ჩვენთან წმინდა პიროვნებები და მათთან ურთიერთობას ამყარებ, ან შენ მიდიხარ სადმე, მაგასაც ძალიან დიდი გემო აქვს. The second is Sathusanga, and this is the relationship or association with the saintly persons, with sadhus, and we know that that also contains specific taste. Yeah, we all have this tasting guide. Either coming to the temple when some saintly persons of sadhus visit us, or by visiting sadhus ourselves and having certain interactions with them. და ბჰაგავატა შრავანამ, ყველა ჩვენთაგან დილით ვისმენთ ბჰაგავატამს და ისეთი დღე გამოგვიქვს და შინაარსით ახსოვს დღე. There is Bhagavata Shravanam, and we have that experience as well. Each day, each morning we are reading Srimad Bhagavatam, and that gives a very nice impetus to our day. მეოთხე გახლავთ მათურებას, ანუ ტაძარში მოვდივართ და ყველანი აქვს ხედავთ და რაღაც გემოსთვის ავართ ხომ მოსულიო გებურათ ყველა ვდივართ და The fourth is Mathura Rasa. Mathura Rasa, which is going to the temple, and we are actually doing that. We are gathered here right now because in that service as well we get certain taste. და ბოლო არის შრიმურტი, ანუ ნიტაი გოდრუჩადრას ღვთაებებს ვემსახურები და განსაკუთრებით მე რას ვემსახურები, მაგრამ აი ბუჯარები ემსახურებიან ძალიან ბევრს და ძალიან მიმზიდველია მათი მსახურება. And the fourth one is Shrimurti. We are serving the deities of Nitai Gautama. Actually, we personally know the pujaris do that very well, and this is very admirable how they do it. მაგრამ ღვთაებებთან ურთიერთობასაც შეიძლება ჩაუღრმავდეს თითოეული ერთგული მიუხედავად იმისა, რომ არ პუჯარობდეს და ურთიერთობა განვითაროს ღვთაებებთან. However, every devotee can develop his own relationship with the deity, irrespective whether he is engaged in pujari service or not. როგორც შილა პრაბჰუპადა აღნიშნავს, ვინც ღვთაებებს ემსახურება, მას გულში ხო რათა კრიშნას შთაბეჭდილებებია ესახება. As Srila Prabhupada tells us, in the hearts of those who serve the deities, the impressions of Radha Krishna are getting revived. და ამასთან ერთად იმასაც ამბობს, რომ თუ კი პიროვნება რათა კრიშნაზე ფიქრობს და დღევანდელ კომენტარშიც იყო ამის შესახებ საუბარი, რომ ჭკუა და გონება ყოველთვის უფარდამოა დავაუნჯოთ, იგი ითვლება უმაღლეს იოგად. And Srila Prabhupada also tells us that if a person is constantly thinking about Radha Krishna, and today's verse is also emphasizes that if a person is constantly thinking about the God, or that's what we should aspire for. This is the he is considered to be the most elevated yogi. მე მინდა რომ რადგანაც ეს თავი შევარჩიე, ხო ერთგული მსახურება არის ჩვენი პროცესით, საბოლოო დანიშნულებაც და ყველაფრის საშუალებაც და ყველაფერი. And I've selected this chapter specifically because the devotional service is everything for us. It is the process, the final destination, and the means as well. და შილა პრაბჰუპადა ამბობს თავის ერთ-ერთ წიგნში, რომ ჩვენ ყველა ჩვენთაგან სხვა სიყვარულის მიდრეკილება გვახასიათებს.
Srila Prabhupada, in one of his books, he says that each of us have this propensity to love in our hearts. და ამ წიგნს თუ გაინტერესებთ კონკრეტულად ქვია სიყვარულის ხელოვნება. If you are interested in that book, it's called The Art of Loving. და იგი ამბობს, რომ როდესაც ვიბადებით ჩვენ სიყვარულის მიდრეკილების გამო ჯერ დედა გვიყვარდება, მერე რამე შეიძლება ძმა შეგვიყვარდეს, და შეგვიყვარდეს, საყვარელი გვყავდეს, რამე 1000 ვინმე გვიყვარდება ამ ცხოვრებაში, მაგრამ ეს სიყვარულის მიდრეკილება მაინც არ კმაყოფილდება და სწორედ ამაში არის არსი, რომ ერთგული მსახურება არის ღმერთის წმინდა ერთგული სასიყვარულო სამსახური, რომელიც ცოცხალ არსებას ამ სიყვარულის მიდრეკილებას ბოლომდე უკმაყოფილებს. In that book, Srila Prabhupada is writing that from the very birth, a person, because he has this propensity to love, falls in love with his mother, and then this circle increases. His parents, including sisters and brothers, friends and relatives, and so on and so forth. We can fall in love with so many people around us. But however, this desire to love is never satisfied. And the devotional service is exactly the process of developing this love or serving to Krishna with love that provides this particular satisfaction to the heart. Krishna's პიროვნების შესახებ ძალიან ბევრი რამ გვსმენია ჩვენ და არც თუ ისე იული გასაგებია მისი პიროვნება. We have heard quite a lot about Krishna's personality, but he is not an easy person to be understood. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მაინც კრიშნას პიროვნება თუ მის წმინდა სახელებს ძალიან ყურადღებით ვიგალობთ. However, we have this chance of understanding him if we will very attentively chant his holy names on the beads. შეიძლება ახლა ვინც გამოცდილი არ არის იფიქროს რომ რა შუაშია რომ წმინდა სახელების გავლობა და კრიშნას გაგება. The experienced ones might think, what is the connection between chanting the holy name and understanding Krishna? მაგრამ ჩვენ ვიცით რომ კრიშნას წმინდა სახელები და კრიშნა ერთმანეთისგან არ განსხვავდება. But we know Krishna and his holy names do not differ. თუ ჩვენ ყურადღებით ვგავთ ხო ნებისმიერ ფილოსოფიურ შემეცნებას და ცოდნის განვითარებას კრიშნას წმინდა სახელის გემოს რო გეყურებ ხო კრიშნას გეყურებ. And we know that if you are chanting very attentively the holy names, they give you the taste. And this taste is actually the way how we understand Krishna. და ჩვენ ძალიან სავალალო საბრალო მდგომარეობაში გვიწევს ამ ეპოქაში ცხოვრება. Unfortunately, in this age, we are living in very unfavorable conditions. Srila Prabhupada ამბობს, რომ ცოცხალ არსებას კალიუგაში საშუალება კი არა, ძალიან უჭირს, რომ ცოდვილ საქმიანობას მოწყდეს და ცოდვილმა საქმიანობის რეაქციებმა ზეგავლენა არ იქონიოს მას. And Srila Prabhupada tells us that in this age of Kali, it is very difficult for a living entity to get rid of the influence of these modes of nature, to free himself from it. მაგრამ ჩვენ ვიცით და ბევრჯერ გვსმენია, რომ კალიუგას ერთ-ერთი საუკეთესო და დამახასიათებელი თვისება არის, რომ წყალწალებულიო ხავს ეკიდებოდა ვისკი გამოთქმულებს. But we also know that Kali Yuga contains certain benefit as well. In Georgian language, we have this saying that the drowning person is trying to save himself with a straw.
რატო დავაკავშირე ეს იმასთან, რომ წმინდა სახელების გალობაზე ნათქვამია, რომ ეს კალიუგა ხო კლდეს გავს, აი სალი კლდია, რომ ვერაფერს ვერ მოეჭიდება. And why did I mention that? Because it's also said that this Kali Yuga can be compared to a very steep cliff where you cannot grasp anything on it. რომელიც მაინც პატარა ხავსი არის ჩამოგიტებული და შეიძლება ღმერთის წმინდა სახელების გალობის სახით აი ამ ხავს ჩამოეკიდო. And however it contains this smallest spot of the moss or the straw to which you can cling and save yourself. და ამ ყველაფერში ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იმ რჩევა დარიგებებს, რასაც გვეუბნებიან წმინდანები და წმინდანების მიმდევრები, როგორც არის სულიერი მოძღვები, რომ ყურადღებით ჩავეჭიდოთ მათ რჩევებს და ერთ-ერთი შეურაცხყოფა, რომელიც არის სულიერი მოძღვრის მიმდევრები არ შევასრულოთ და ჩვეულებრივ ადამიანად ჩავთავროთ, იქ შეურაცხყოფა, რომ არ ჩავედინოთ გალობის დროს. So, and this is the holy name. So, to save ourselves, we need to truly believe in what the saintly people, the sages, and the spiritual teachers are instructing us to do, and to follow that with devotion, and never to conduct one of the offenses, which means to consider such persons, the sages and spiritual masters, spiritual teachers, as ordinary people. ერთი გრიხასთან მივიდა უფალ ჩაიტანე მაჰაპრაბჰუსთან და უთხრა, რომ აი ამ კალის ეპოქაში წყალწარგებულები ვართ და როგორ უნდა შევძლოთ, რომ სიმყარე, აი რომელ სიმყარეზეც ვთქვათ, აქ იყო დღევანდელ ლექსში საუბარი, რომ როგორ უნდა შევძლოთ, რომ გავმყარდეთ, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. One Grihastha once came up to Lord Chaitanya and asked him, how can we, the fallen souls or hopeless sinners of this Kali Yuga, can obtain such a determination, which is described in the verse we read today. Chaitanya Mahaprabhu upasukha, რომ Prabhu kahena Krishna seva Vaishnava sevana nirantara kara Krishna nama sankirtana. Რომ ჩემს ვიფასო Prabhu ყოველთვის ემსახურე უფალ კრიშნას, ემსახურე ვაიშნავებს და არასოდეს დაანებო თავი უფლის წმინდა სახელების გავლობის პროცესს. And Lord Chaitanya's reply was, my dear Prabhu, always serve to Vaishnavas, to the Vaishnavas, to Krishna, then Vaishnavas, of course, and never forget to chant my holy names. და ჩვენ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კარგია რომ გესმის, მაგრამ უფრო კარგი არის როდესაც პირად მაგალითს ხედავ. Of course it is very good when you hear all that, but the better is when you see the example. მაგალითად შრილა პრაბჰუპადამ თავის პირად მაგალითით გვასწავლა და შრილა პრაბჰუპადა უმაღლესი პირად მაგალითი ჩვენს. Srila Prabhupada has shown all that to us through his personal example, and he is the topmost example for us. მაგრამ მისი მიმდევრებით და მისი მოწაფეებით ჩვენთვის ძალიან დიდ პირად მაგალითს წარმოადგენენ ასევე. However, his disciples and followers are also a biggest example, provide big examples to us. ამჟამად ვამბობთ ჩვენ იმას რომ ვამბობთ განმადიდებელ როცებს, ხო, ჯერ შეპრაბჰუპადას ვადიდებთ, მე პაკისტანს ასაკის ვადიდებთ, მე ისკონ გურუ კი ჯაია ვამბობთ, ხო, გურუებს ვადიდებთ და why when we pay our obeisances, we pay obeisances to Srila Prabhupada, Srila Saraswati, Bhaktisiddhanta Saraswati, other gurus of ISKCON. და რატომ? იმიტომ რომ როდესაც ვიღაცა პიროვნულად მოდის და რაღაც მაგალითს გიჩვენებს, ხო, ეს შენზე ძალიან დიდი ზეგავლენას ახდენს. არ მახსოვს ამ ბოლო დროს რომელიმე ლექციაში მოვისმინე, რომ
პრინციპში რა პრაბჰუპადაც ამბობს, რომ შესაძ კრიშნას ემსახურებ, იგივე კრიშნას თვისებებს ინვითარებთ. Why is that? Because when we have personal interactions or relationships with somebody, that fills us up. And I've quite recently again heard this statement, which is very often repeated by different gurus, that through the service, through such relationship and association with the Holy Name, we get the qualities of Krishna. ამიტომ არავის არ უნდა გაუკვირდეს, რა თუ ვინმე წმინდა ერთგულთან ან ნებისმიერ მყარად ერთგულმსახურების გაზე მოსიარულე ერთგულთან აქვს ურთიერთობა და უცებ თავის თავში თუ აღმოაჩენს ისე თვისებას, რასაც ვერ ხედავდა მანამდე, არ უნდა გაუკვირდეს. So if you are in association with a devotee or a devotee who is on that path, and all of a sudden discover certain qualities in yourself, never be surprised. არ დავკონკრეტდები, მაგრამ ასეთი ბევრი თვისებას ვიღებთ ჩვენ ვისაც ვიღაცას ერთგულმსახურებას, ვიღაცის მიმართ ერთგულმსახურებას ვასრულებთ. Of course, I will not get into the specifics, but when we conduct devotional service to such elevated people, we get quite a lot of features or qualities from them. ამგვარად სათუ სანგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. That's why Sadhu Sangha is utterly important. და შრილა პრაბჰუპადა ყოველთვის აღნიშნავს, რომ რაღაცა პროფესიას რო სწავლობს ადამიანი, ხო ყოველთვის გამოცდილი მასწავლებელი ჭირდება ამ პროფესიაში და რა უნდა ვთქვათ სულიერ შემეცნებაზე. Srila Prabhupada also points to whenever we are trying to get certain profession to study it, we need to have a professional teacher in it who will teach us. So what to say about the spiritual development? და ჩვენ ყოველთვის უნდა გვჯეროდეს, რომ კრიშნა ყოვლისშემძლე პიროვნებაა. And we should always be convinced that Krishna is Almighty. და ეგრე არ არის, რომ ვთქვათ უიმედობა ჩვენ რაც გვეუფლება ჩვენი წამსული სული თვისების განვითარების საფუძველზე, ხო ეს უიმედობა არავდეს კრიშნას ყოვლისშემძლეობასთან ის უმაღლეს თვისებებს. And whatever hopelessness we can develop due to our pious activities in the past or karmic reactions, this hopelessness can never cover Krishna's almightiness. აი ვინმეს თუ ქონიათ ესეთი გამოცდილება ცხოვრებაში, რომ რაღაც ძვირფასთან მოგიწიათ ურთიერთობაში მოსვლა და ყოველთვის ის სურვილი გაქვს, რომ ვიღაცას აჩვენო. Have you ever had such an experience? You came across something really precious and you want to share it with others, to tell them, to show them that. და მე სული პასუხისმგებლობით გარსმევ, რომ კრიშნას ძვირფასი არავინ არ არსებობს და არაფერი მთელ სამყაროში და ჩვენ უბრალოდ უნდა გავაცნობიეროთ და უნდა გზნობები გავისუფთავოთ, რომ მისი უბრწყინვალესობის წარდგენა შეგვეძლოს ადამიანების და სოციალური არსების წინაშე. And with all the responsibilities of being very responsible in stating this, I can assure you that there is nobody else more precious or nothing else more precious than Krishna. And in order to be able to share this preciousness with others, we have to first of all realize it ourselves. We have to purify ourselves to the level that we understand it, and then we can give it to others. Prabhupada also says that the process of initiation is just a beginning stage in
ჩვენ შეიძლება დავფრინავდეთ, როდესაც კრიშნას ცნობიერებას შემოვერთით თავიდან და ფიქრობდით, რომ აუ რა სუფთა პიროვნება ვარ მე. So those who are just initiated or who are not initiated yet, do not think that you will be getting certain rewards of devotional service pretty soon. Yeah, because we might have this illusion when we come here and we get the taste, we start to fly and consider ourselves to be already very pure. ესაც ერთგვარად კრიშნას მოწყალება რომ ასეთ შეიძლება გვეუფლება, მაგრამ უნდა ჩვენ თუ სერიოზულად უყურებთ ჩვენ პიროვნებას, ხო ჩვენ თავს ჩვენზე კარგად არავინ არ იცნობს. This is of course the type of Krishna's mercy that he gives us the opportunity to have this taste. However, nobody knows ourselves better than we do. და მე რაიწყებს ზედაპირზე წამოიწევას ჩვენი ეს ანართხები რაც გვაქვს ისე დამჯდარი ხო შთაბეჭდილების სახით გულზე რა მრავალი ცხოვრების განმავლობაში და არც ვიცით საიდან მოვიდა ეს ფიქრი, საიდან დამებადა, რატო გამიჩნდა ეს სურვილი, რატო აღმეძრა ეს აზრი. ხო, ნებისმიერი რამე შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენ ძალიან ისეთი ეფექტური და ძალიან ძლევამოსილი იარაღი გვაქვს ხელში ამ ყველაფერთან საბრძოლველად. And but over time, certain things might emerge, which are like our old impressions, our old desires, our old sinful inclinations. Sometimes we don't even remember them. They get accumulated over lifetime and lifetime, and we might be even surprised why they pop up. Why do I have this desire all of a sudden? და რომ დაუკვირდი, ხო, აი ცხოვრებაში ხო ადამიანებმა ახლა ჩვენ რო გადავხედოთ ჩვენ გარემოცვას, მაგალითად აი მე რო ავიღო ახლა ხო შვილები მყავს, მეუღლე მყავს, დედა, ძმა, კოლეგები, ურთიერთობები, 1000 რამეა რა ცხოვრებაში გვიზიდა, ზოგადად მიზიდველად მინდება, მაგრამ აი მოდით ეს მარტივი შეკითხვა დავსვათ, რომ აი რის გულისთვის ღირს და ვის გულისთვის ღირს მთელი შენი არსის მიწურა ცხოვრებაში. აბა ვის დაასახელებ თქვენი გარემოცვიდან? ვერ დაასახელებ. We all have certain beloved people and attachments in our lives, like spouses, family members, and so on. But and besides, also from the society, because we get into relationships at work as well. Yeah, so we are social people. So, and can any of you single out at least one for whom he or she is capable of devoting his entire self? Is that possible? ამიტომ როდესაც შრილ პრაბჰუპადა შასტრები სათუმები გვიხსნის ხო კრიშნას პიროვნებას და ეჭვი არ მიპარება რომ ნებისმიერი მჯდომი პიროვნება ხო ანუ გარკვეულმა თვისებებმა, გარკვეულმა ელემენტებმა მიიზიდა თავის დროზე, როდესაც წაიკითხა შასტრები ან მოისმინა ხო კრიშნა სერიოზული პიროვნება არ შეიძლება ყოველად მიმზიდველი კრიშნა თვითონ ყოველად მიმზიდველს ნიშნავს ქართულად. So, but there is such a person which is explained to us by the Shastras and Sadhus also by revealing Krishna's qualities to us. When we've heard or read something about him, well, all of us got attracted to a certain aspect of him. Because Krishna himself, the name is all attractive. აი მაგალითად ხო არ ვიცი რამდენ თქვენთაგანს აქვს ასეთი შიშის გრძნობა, მაგრამ მე ძალიან ხშირად მეუფლება ხოლმე უცხელი ვიქნები
რომ მეშინია რომ ძალიან ბევრ რამესაა გადაყოლილი ამ ცხოვრებაში და აი ეს ყველაზე მთავარი მიმდინარეობის ობიექტი ხელიდან არ გაუშვა და არ დამეკარგოს ეს შანსი რომ კრიშნას სადმე მიჯაჭვურება განვითარო ამ ცხოვრებაში. So, and I do have this fear in my heart. I don't know will you agree with that or not, because I feel that I got too many attachments, and I fear that I might lose this opportunity to get attachment to Krishna. და ჩვენ გვმართებს იმიტომ რომ ხა კრიშნას მიჯაჭვურება არის ღმერთის წმინდა სახელით გალობით უნდა მივეჯაჭვოთ კრიშნას, იმიტომ რომ ყველაზე პრაქტიკული არის რომ ღმერთის წმინდა სახელით შეგიძლია ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ დროს, ადგილას იგალობო. And this kind of attachment can only be developed through chanting the holy names. And it is also very practical, because you can chant the holy names everywhere, in any situation. და ჩვენ დრო გამოშვებით ხვდებით ხოლმე რომ აუ აი ხა როგორც უგალობ ღმერთის წმინდა სახელით ნეტა ეს რო გამიგრძელს რა კარგი ხემოცა. We sometimes probably have this sentiment, oh, I chanted this so well today, let it repeat more and more. და რო დაუკვირდები ხო ისეთი ჩვენ თვითონა ვართ იმის მიზეზი რომ არ გვიგრძელდება ეს პროცესი რომ უმნიშვნელო საკითხების გამო გვერძებდებთ ხოლმე რა ღმერთის წმინდა სახელების გალობას. შეიძლება ვიღაცამ დაგირეკოს, შეიძლება ვიღაცამ დაგიძახოს რაღაცა და აი ამ ასეთი უაზრო პროცესების გამო შეიძლება ვერ მიეჯაჭო რა კრიშნას წმინდა სახელებს. And if we are more sincere with ourselves, we can notice that the reason we don't develop this attachment is in ourselves, because we might, put that aside, the chanting of the holy name aside, because we have some very important call or some errand to do. და ჩვენ უნდა ვჯეროდეს რისი რომ ღმერთის წმინდა სახელები და კრიშნას წმინდა სახელები, რომელიც ჰარე კრიშნა მაჰამანტრის სახით გვეძლევა ჩვენ გურუ პარამპარას გავulit ხო? ეს ძალიან ავტორიტეტული პროცესია. And we should be also very much convinced that the process that is given to us through parampara by Srila Prabhupada and gurus is a very authoritative process. Hare Krishna, 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 Hare Hare, Hare Rama, Rama Rama, Hare Hare. Iti soda shakanam nam kali kalma shanashanam natah parata rupaya sarva vedishu trishete. Es leksi gahlavt ანუ ესე იწყება ჰარე კრიშნა მაჰამანტრით იწყება და მეორე კუპლეტი მე ხო თქვენთან ერთად თქვი ჰარე კრიშნა მაჰამანტრა. ეგ ორი კუპლეტი მოცემული არის წინა წერილებში, სადაც ნაწინასწარმეტყველები იყო რომ კალიუგაში ხო გამანთავისუფლებელი მანტრა იქნებოდა ჰარე კრიშნა მაჰამანტრა. So these two verses actually are from those parts of the scriptures where it is a prediction for Kali Yuga. And this starts with Mahamantra, which we chanted together. And the second verse says actually that in Kali Yuga, the only salvation and the only way out can be obtained, or liberation can be obtained only through chanting the holy names. მაგალითად განსხვავებული დავში დევარატამ რა კარგად უპასუხა წინა ლექციაზე ლუკას შეკითხვას, როდესაც ლუკა მიკითხა რომ აი მატერიალური ჭკუითო კრიშნა როგორ შეიძლება რომ სულის ეს დეფექტური მხარეები აღმოჩნდა. I was very much surprised last Sunday when Devarata Prabhu, with his answer to Luka's question, how can we get purification with our material mind? და ძალიან ისეთი პასუხი მიიღო ლუკამ, მე მგონია რომ დამაჯერებელი რომ
თვითონ კრიშნას ხო შეუძლია როგორც ყოველ შემძლე პიროვნებას თავისი ბგერითი ვიბრაციით ყველაფერში შევიდეს. And his answer was that I think very convincing that because Krishna is almighty, he can enter with his single vibration anywhere he wants. და ჩვენ აუცილებლად უნდა ვესმოდეს რომ თუ კი ვგალობთ ხო ღმერთის წმინდა სახელებს აი ეს შემშლელი ფაქტორები რაც დღის განმავლობაში ან ღამის რა ვიცი როცა არ უნდა ვლინდებოდეს უნდა გონივრულად რაც თავარი არის ყველაზე თავარი არ უნდა დავანებოთ პროცესს თავი. And when we are chanting the holy names, we should understand that there will be certain impeding moments during the daytime, at night, whenever. However, we should never give up chanting because of that. და მეორე დღე იქნება თუ ანუ შემდეგი საათი იქნება, უნდა დავაკვირდეთ, რომ აი ხანდახან ხო გავხდით რეალიზაცია, რომ აი ეს უარ გამეკეთებინე, რომ უფრო კარგად ვიგრძნობთ გალობის დროს თავს. And we should be observant, for instance, the next day, how things are changing. And probably everybody has this sensation that if I haven't done this, the chanting would have been better. აი მაგ ხუთი მიმართულებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ერთგული მსახურების პროცესები ჩამოვთვალე ზემოთ. ყველა ჩვენთაგანმა უნდა შევეცადოთ, რომ ყოველ დღე რაღაც გარკვეული ნაბიჯი გადავდგათ უფრო სრულყოფილი პრაქტიკისათვის. And each of us should try to make a step forward each day in perfection in all these 5 processes that we've mentioned at the beginning of the class. და რაც არ უნდა მოხდეს ხო ცოცხალმა არსებამ და თუნდაც თქვენ გულისხმობ და ჩვენ თავს გულისხმობ არ უნდა დაანებოს ამ პროცესს თავი. And no matter what happens, living entity, meaning me and you, we should never abandon this process. ვინაიდან კრიშნა ეუბნება არჯუნას, რომ გულგასრულების საფუძველი არ არსებობს. Because Krishna tells Arjuna there is no reason to feel frustration. ამიტომ ყველას გისურვებთ დღევანდელ დღეს ნიტაი გოდრუჩანდრას წყალობას და ყველა თქვენთანგანს გთხოვთ, რომ შეეცადეთ, რომ რა თქმა უნდა პიროვნული ურთიერთობები გქონდეთ. იცით რა არის? შეიძლება ისე ვერ ვლინდება ეს ურთიერთობები, ბოდიშგილით როგორც თქვა ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობ. შეგვიძლია ხელი ჩამოვარდოთ ერთმანეთს, შეიძლება კიდეც გადავყოცნოთ ან რაღაცა, მაგრამ იცით რა ნებისმიერი ნაბიჯი კრიშნასკენ ხო? აი ერთი გულწრფელი მოსვლა ღვთაებებთან და სერიოზულად ჩაფიქრება შენ სულიერ ბუნებაზე ხო? ეგ თქვენ სულიერ ცნობიერებაში უეჭველად აისახება და წინსვლას და ფიცქს გაცვლით. So I wish you all the mercy of their lordships, Shri Nitai Gautam and I also wish you make this sincere effort to ask him about yourself, about your true development to give you this mercy. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით რომ დადგებით ღვთაებების წინ ხო? მარტო თქვენ თავზე კი არ ვიფიქროთ, რომ სხვა ერთგულებზეც ვიფიქროთ, რომ აი მაგალითად პუჯარები როგორ ემსახურებიან ღვთაებებს, ხო რა? აი მე მაგალითად ხო განსაკუთრებული ვარ ხოლმე, რომ აი მე რომ მომკლა ეხლა პუჯარების მე ემსახურებას ვერ გავაკეთებ რა, ვერანაირად. And I would also ask you to not just think about yourself when you addressing the lordships, but also to consider other devotees' services as well. Like pujaris, if you ask me, I will never be able to serve the way they do. წარმოიდგინეთ რა თევადი პროცესია, რა დილით 3:30-ზე დგები და ღვთაებებს ემსახურები, აღარ ჩამოვთვლი ხა პროცედურას არც ვიცი ჯერ რომ
მის ვერ ჩამოთვლი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უხეშად მაინც მესმის რა პროცესებიც არის და ამ ყველაფერში ხო არ შეიძლება რომ ადამიანი მარტო რობოტივით დადიოდეს, მედიტაციის პროცესია ძალიან დიდი და ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ღვთაებებთან. And their service is amazing. They get up really very, very early to be inclined to do all the, I don't even know how many procedures they have to go through before waking up, before, opening the curtain. However, nobody can be mechanical or robotic in that sense. You, without putting your heart into it, you won't be able to conduct that service. So can you imagine how close they become with the deities? და შილა პრაბჰუპადა ამბობს, რომ ცოცხალი არსება, ხო, ვინც სულიერ გზაზე დგას და სულიერ ცხოვრებაში წინ მიწევს, ყველა სხვა დანარჩენი ცოცხალი არსების მიმართ კეთილგანწყობილი უნდა იყოს, როგორც თავად უფალი კრიშნა არის. And Srila Prabhupada is warning us also and telling us that every living entity who is spiritually developing and elevating himself should be very kind and friendly towards other living entities, as Krishna himself is. და ჩვენი ერთგული მსახურება ხო რითი მდიდრდება. როდესაც შენ ფიქრობ, რომ აი ჩემი ერთგული მსახურება რა მნიშვნელოვანია, ხო? ეგ ერთია, მაგრამ მეორეა, რომ სხვა ერთგული მსახურება ძალიან მნიშვნელოვანია და თუ შენ ამის მნიშვნელობას ვერ ხვდები და ვერ სათანადოდ ვერ აფასებ, ხო? აი უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით. And we should also very well understand the fact that yes, my devotional service is very important, but the others' devotional service is also very important. And if we are not appreciating of that, if we are not capable of understanding that, then we are in a very bad position. და ყოველთვის უნდა დავიმახსოვროთ, რომ ყველა ცოცხალი არსება ამ ცხოვრებაში ხო თავის ბრძოლას გადის, ყველა თავის ბრძოლის ველზეა და ყველა თავის წილს იბრძვის. და ამიტომ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ყველა ცოცხალი არსების მიმართ ძალიან კეთილები უნდა ვიყოთ რა. We also have to take into account that every person, each of us, is going through his or her own battle. Hence, we should be very kind to each other. Jive doya namaruchi vaishnava sevana iha chara tarmana shuna sanatana. Ano ezeti leksია არის ვამში დასა ბაბაჯი ამბობს ამ ლექსსაც ამბობს, რომ ჯივე დოია არის პირველი პრინციპი, რომელიც ცოცხალი არსებებისადმი სიბრაულის გზნობას გულისხმობს. Vamsidasa Babaji says this in this verse that Jiva Doya is the very first principle of all the human being, and this is being kind to each other. და ნამარუჩი იგივე მერტის მინდა სახელების გემო მეორე პრინციპი. And the second principle is Namaruchi, which is chanting the holy names. და მესამე პრინციპი არის ვაიშნავა სევანა, ნებისმიერ ღმერთის ერთგულის მსახურება. The third principle, the most important among the most important principles, is Vaishnava Seva, or serving or any Vaishnava. ამ სამ პრინციპზე მეტი პრინციპიო არც ერთ წერილში არ არსებობს. And he further says that none of other scriptures contain principles higher than those three principles. ანუ ჯივე დოია, ნამარუჩი და ვაიშნავა სევანა, ხო? ანუ პირველი გახლავთ ყველა ცოცხალი არსებისადმი უნდა იყო კეთილგანწყობილი და სიბრაულით ახსავსი. So the very first one of these principles is being kind and friendly to all the living entities. და ეს მხოლოდ და მხოლოდ სულიერ დონეზეა შესაძლებელი, თორე შენ თუ ცოცხალ არსებებს სხეულის ხედვით დაუწყებ ყურება, მაგას ვერავინ ვერ შეძლებს. And this is possible
only on a spiritual level, because if you look at the others from the bodily concept, from bodily platform, you will never be able to master it. ერთი ორიოდე სიტყვით გავხსენებ ჩვენ უფროს ძმას და მეგობარს ამბარიშა პრაფუს. I will try to pay my tribute in a couple of words to our senior spiritual brother Ambarisha Prabhu. Так, სხედან ბევრი ისეთი ერთგული, რომელსაც უშუალო ურთიერთობა ჰქონიათ მასთან და ყოველთვის ისეთი ერთგული პიროვნება იყო ამბარიში, რომ ნებისმიერი ვინც მივიდოდა მასთან სიმშვიდეს, სიწყნარეს და სიმყარეს გრძნობდა. There are lots of other devotees who had close relationship with him, and everybody will confirm from them that whoever approached Ambarisha Prabhu, he would feel his calm, compassion, and cooperation from his side. ერთხელ მახსოვს ჩემი ძმა მოვიყვანე აქ ტაძარში. I remember once I brought my brother here to the temple. ჩემი ძმა ცოტა კალთაბანდი ბავშვობაში და he was a rascal type in the childhood. და მე უთხარი წამომეთქი რა განახებინეთ შემე პიროვნებას ვისაც დაილაპარაკები მეთქი და ჭკუაზე მოგიყვანს მეთქი. And I told him, well, come with me, I'll show you a person who will master your mind. არა და უფროსი ძმა იყო, პატარა ძმა არ გეგონით ისევ საუბრო. I'm talking like that, but he was not my younger brother, he was the elder brother. საბოლოო ჯამში მოვიყვანე აქ. So I finally managed to bring him here. და მაშინ ღვთაებები რა თქმა უნდა მეორე სართულზე იყო. The deities were then residing on the second floor. და ვინიტატმა იყო პუჯარი. And Vinitatma was the pujari. ვინიტატმა პრაფუ. და მოკლედ ღვთაებების ეს დაკეტილი ხო იყო და ჩემს პირველ რიგში ეგრევე იკითხა რომ რატო არ ეს დაკეტილი ის. So when we arrived, this was closed, the fence. And he asked immediately, why is that closed? და ვინიტატმა პრაფუსაც მეტი რა უნდა და დაუწყო, აქ ისეთი ენერგეტიკაა, ხრა, ყველა გალობსო და ტრანსცენდენტული ენერგეტიკაა, ფრთხილად იყავი რა. ხელი მოკიდა, კარებს მოკიდა ჩემი. And Vinitatma Prabhu is just opened up. He said, oh, here is such an energy, transcendental energy. You have to be careful. So my brother even touched this fence. ესეთი შტაბერტილებით ავიყვანე მე მესამე სართულზე, აი აქ იჯდა ხოლმე ამბარიში, სადაც ახლა საფუჯაროა. And then under such an impression, I took him up here on the third floor, and here where we now have Pujari room, Ambarisha Prabhu used to sit. არა და თითქოს გუშინი იყო რა, გუშინს იმენა, მე მახსოვს დაიარებული მოვიდა იქ ჩვენს ერთად გადაგებდით რა, მახსოვს გობინათ ხარ იყო, მე რა ვიცი. აგე დაცვა ბატონი, რიგუნა ბატონი, მახსოვს. Happened so long ago, but it feels like it happened yesterday. Daya Mataji, when she first came to the temple, there Gopinath, Triguna Prabhu, other Prabhus who are present there. მოკლედ რომ გითხრათ ამბარიში იყო ჩვენი ტაძრისთვის და არა მარტო ჩვენი ტაძრისთვის, მსოფლიო რანგის პიროვნება კრიშნას ცნობიერებაში ნებისმიერ ქვეყანაში ხა თუ ვისაც ინტერესი ქონია ამბარიშის სახელი ყველა მიცის თითქმის. And Ambarisha Prabhu was had a universal quality and fame in Krishna consciousness. It was not just such for our temple. If you ask around the world, in our society, everybody knows him. და ჩვენ აი მაგალითად გოულას ხონდა იმის ბედნიერ მასთან ერთად ეცხოვა ტაძარში ლოკაშარანგა პრაფუს ხონდა. Lokasharanga Prabhu
Gaura Prabhu had this luck to live together with him for a while in this temple. და მე ერთამეს აღვნიშნავ, რომ არასოდეს არ დამავიწყდება ამბარიშის თვითონ გასვენებაც. I will never forget the ceremony of funeral of Ambarisha Prabhu. იმიტომ რომ მე მაშინ ბავშვი ვიყავი, ხა რამდენი წლის ამბავია, სადღაც მომენტი ბატონო 30 წელი გავიდა 98 წელი ნო 28 წლის უკან მე არ ვიყავდი ხა ძალიან დიდი და არც თუ ისე ბევრ გასვენებას დავსწრებულ ვარ იმ ასაკში, მაგრამ პირველად ვნახე ეგეთი გასვენება, რომ სადაც ხალხი ღმერთისმინა სახელს გალობდა, თან ტიროდა, თან ეცინებოდა ზოგ-ზოგი ერთებს, რა ვიცი, ძალიან ტკბილი გასვენება იყო ეგეთი გასვენება, ღმერთმა ქნას რომ ბევრჯერ მანახოს ბოდიში ამას ვამბობ, მაგრამ აი სხვა გასვენებაში საერთოდ არ მიყვარს წასვლა და არც პანაშვიდებზე, მაგრამ ეგ იყო რა სასწაული რა ნებისმიერი პანაშვიდი ღმერთისმინა სახელების გალობა მიდიოდა. So that funeral took place quite a long time ago. It was about 28 years ago, and I was quite young then. I didn't have an experience of going to funerals, and especially such a funeral. It was the first time in my life when I saw people during funeral chanting the holy name, and some of them being happy. Some of them were quite sad, and I would wish to see such funerals more. ძალიან ამაღლებული პიროვნება იყო, წყნარი და რომ დაგელაპარაკებოდა, ეგრევე შენს ცნობიერებაში აისახებოდა პოზიტივი, კრიშნა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იფიქრებდი, რომ ვა ეს რამაგრად შეუძლია, რომ კრიშნა აგიხსნას და რამაგრად შეუძლია, რომ დაგაახლოს ღმერთთან ამ პიროვნებას, აი ეგეთი პიროვნება იყო Ambarish. He was a very elevated person, very calm. And when you talked to him, this calmness engulfed you. He was capable of explaining, of giving Krishna to you so easily and so impressively. Whenever you heard about Krishna from him, it really entered your heart. Lukam kitkhayra რა მოხდა შენ ძმა რომ მიიყვანებდა რა მოხდა და მეორე დღეს ერთგულებთან ერთად ფეხბურთი ვითამაშეთ. So Luca inquired what happened after that funeral. No, not funeral. When you brought your brother to Ambarish Prabhu, and he was, the reply is the next day we played football with the devotees. მე მაგალითად კრიშნას მადლიერი ვარ, იმიტომ რომ მაგალითად ამბარიში როცა იყო ამ ტაძარში, ხო? ან თუნდაც იამარაჯი როცა იყო, ხო, ამ ტაძარში ძალიან ისეთი სამაგალითო ურთიერთობები ქონდათ. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეგრე იყო, რა დავდიოდი ამ ტაძარში. And Bhaktivinoda Prabhu is very grateful to Ambarish Prabhu because the relationships he had, and also Ambarish and also Yamaraj Prabhu, their relationship, the relationship they had with others, were quite exemplary for me. და ამბარიშა პრაბჰუ აქ ცხოვრობდა მაშინ ამ ტაძარში, სადაც 25 ბრაჰმაჩარი ცხოვრობდა. When Ambarisha Prabhu was living in this temple, there were 25 brahmacharis living here at the same time. მე მაშინ აბიტურიენტი ვიყავი და მოვდიოდი ხოლმე დილაობით ამ ტაძარში, აი ლუკა შარანგას ახსოვს. I was not even at the university at that time. I was studying to get there, and I would come very often in the mornings. Loka Sharanga probably does remember that. Gaius მოდიოდა ხოლმე ჩემთან ერთად. Gaius also used to come together with me. მოდიოდით ხოლმე და დილით ან ამბარიშის ლექციას ვისმენდით, ან
ლოკა შარანგის ან იამარაჯის და ან ნებისმიერ ვინც იყო აქ ბრაჰმაჩარი იმათ ლექციებს ვისმენთ So we used to listen these morning lectures from Ambarish Prabhu, Loka Sharanga, or whoever, any brahmachari who was giving the class. ძალიან ტკბილი იყო აქ როგორი ცხოვრების წესი იყო იცით მე გეტყვით რა დილით მოდიოდი თქვათ მანგალარატიც იგივე დროს ტარდებოდა დაჟე უფრო ადრე იწყებოდა 4-5 წუთზე იწყებოდა ხო ეგრე იყო მე გადავწყვიტე 5:30-ისკენ თუ 5:15 წუთზე იწყებოდა დილის პროგრამა ჩვეულებრივად ჩაივლიდა და მე დილის ფაგავად ამის შემდეგ ეგრევე ალტარში დაბლა ოღონდ იშლებოდა დიდი ნაძინი სადაც 30 კაცზე So the life here was very always sweet. dealers Always very sweet. So as usually we do nowadays as well, the morning would start a little bit earlier than today. And after these morning aratis and all these worships and then Srimad Bhagavatam, we would in the altar room have a feast for 30 persons probably each morning. და მართლა მე პირადად როგორც პატარა ბავშვი არ ვიყავი, მაგრამ პატარა ბიჭი ვიყავი რა 23-24 წლის ვიყავი. რომ მოვდიოდი ამ ტაძარში ხო, ძალიან დიდი სითბო, ცოდნა და რა ვიცი, ძალიან დიდი ასეთი გუნდური სული ხვდებოდა აქ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც იყო ერთმანეთთან დატაკებები და რაღაცეები ვლინდებოდა, მატერიალურ სამყაროს დამახასიათებელი თვისება, მაგრამ ძალიან ტკბილი იყო ყველაფერი მაინც. So I was quite youngster then, 22, 24, and for me these relationships here were very sweet. Sorry. Hare Krishna. კი ბატონო, აი მაიურა არის ყველაზე უფროსი, ვისაც შეიძლება რომ ხოლმე ერთი-ორი სიტყვა შემოვაწიოს ამბარიშზე და მე ლოკა შარანგამაც კოუროგაფუნას ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. აი მიაწოდე რა იქა. Mayura Prabhu is the eldest here, so I will ask him to say a few words about Ambarish Prabhu, and then we can also ask other devotees to share their thoughts and memories. I salam Mayura to Sarasas Minda Baro Mayura Tan Baushubis Mergobari. Before Mayura Prabhu will say and share his thoughts, I will say that he is the very old friend of Ambarish Prabhu from the childhood, and he knows him very well. Hare Krishna. Да, мы с Амбаришем очень дружны. Во-первых, мы институт вместе закончили. Еще до сознания Кришны очень были связаны друг с другом, дружбой. Да, потом где-то начало 80-х Амбариши первый узнал о сознании Кришны. Где-то через года 2-3 я. И Mayura გადათარგმნეს რა. да. იქ მატაჯიმ გადათარგმნეს. На ინგლისურად თუ ქართულად? ქართულად გადავ. ჩვენ აბა ქართულად ვიშიდება თალმა. არა, ლაივშია და ხალხსაც მოისმენ. მოკლედ ჩვენ უნივერსიტეტიდან ვიცნობთ ერთმანეთს, მე ვიცნობთ ერთმანეთს და Ambarish Prabhu. მაქამდე სანამ ჯერ კიდევ გაიცნობდა იგი კრიშნას ცნობიერებას და მოვიდა